რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს. დილამშვიდობისა მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. რუბრიკის დღევანდელი თემაა მგრძნობიარე კანი, რომლის მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას და ხშირად პროფესიონალების ჩარევასაც მოითხოვს. ხშირად გამიგონია წუხილი, რომ ადრე ასეთი მგრძნობიარე კანი არ მქონდა, არ მიწითლდებოდა, არ მეკავებოდა, რა დამემართა. დღეს სწორედ ამ კითხვას გავცემთ, ამ კითხვებს გავცემთ პასუხებს და რადგან რუბრიკის თემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედანინი მგრძნობიარე კანია, ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალების აზრი, მათი რეკომენდაცია და სწორად შერჩეული თავის მოვლის საშუალებები. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ შვეიცარიული ბრენდი დეკლარი 1978 წლიდან მოყოლებული უშვებს კოსმეტიკური საშუალებების ხაზს, რომელიც საგანგებოდ მგრძნობიარე კანის მოვლისთვის არის განკუთვნილი. სხვათა შორის პირველმა შექმნა ეს ხაზი. და თითოეულ პროდუქტს აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი. მათზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ერთი თვის ინტენსიური გამოყენების შედეგად კანის მომატებული მგრძნობელობა 70-80%-ით იკლებს. ასევე კვლევებით არის დადასტურებული, რომ ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით ზრდის კანის მგრძნობელობას და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას. ეს ჩვენ არაერთ გადაცემაში გვითქვამს და სწორედ დეკლარის მზისგან დამცავი საშუალებები არა მხოლოდ იცავს კანს, არამედ გაღიზიანებასაც ამშვიდებს და კანის ბარიერს აძლიერებს. მინდა გადავიდე ჩემს სტუმრებთან, რომლებიც პროფესიონალურ პასუხებს გასცემენ ჩემს მიერ დასმულ კითხვას, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად დღესაც დავსვავთ ძალიან მარტივ კითხვას რუბრიკით განხილული თემის შესახებ, ხოლო პირველი სწორი პასუხის ავტორს საჩუქრად გადავცემ დეკლარის მგრძნობიარე კანის პროდუქტებს, რომელიც წარმოდგენილია სტუდიაში და კითხვა არის ასეთი. რით არის გამორჩეული ბრენდი დეკლარი? ვფიქრობ, ძალიან მარტივი კითხვა და უმარტივესათაც უპასუხებთ. აუცილებლად გვისმინეთ. და გადავალ სიამოვნებით და წარმოვადგენ ჩემს დღევანდელ სტუმრებს, დერმატოვენეროლოგს, ქალბატონ თაკო ლოლუას, მოგესალმებით და ავერსის წარმომადგენელს, ბრენდი დეკლარის წარმომადგენელს, ქალბატონ ვერა ვარდულაშვილს, მოგესალმებით. ძალიან მახარებს თქვენი სტუმრობას. ყოველთვის ერთი სტუმარი მყავს ხოლმე და ეხლა გავმრავლდით და ვფიქრობ, უფრო კარგი და სახალისო გამოგვივა და საინტერესო ჩვენი დღევანდელი რუბრიკა და სანამ ვერა თქვენთან გადმოვალ და უფრო უშუალოდ ბრენდის შესახებ ვიტყვით ინფორმაციას, მე მინდა ქალბატონ თაკოსთან გადავიდე კითხვით. მე ვთქვი ქალბატონ თაკო, რომ მგრძნობიარე კანი არ მქონდა და შემდეგ გამიხდა. რატომ ხდება კანი მგრძნობიარე? პირველი კითხვა მინდა თქვენთან. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, მიხარია ესეთ ხარისხიან ბრენდზე საუბარი. მგრძნობიარე კანს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ისეთი კანის ტიპი, რომელიც პრობლემას უქმნის არა მხოლოდ პაციენტს, არამედ თვითონ ექიმსაც, ვინაიდან ყველაზე მეტად პრეტენზიული კანია, რომელიც მოსაწონს ძალიან დიდი სირთულით თუ აღმოვაჩენთ ხოლმე. როგორ იქნება, ანუ რატომ ხდება მგრძნობიარე კანი? პირველ რიგში გარემო პირობებიდან გამომდინარე, ვავნე რადიკალებიდან, სტრესი, ძილი, არასწორი კვება, აბსოლუტურად ყველაფერი გავლენას ახდენს და ჩვენი კანი შეიძლება ერთ დღეს უეცრად გახდეს ძალიან მგრძნობიარე. არ იყო და უბრალოდ გახდეს მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე კი მექიმთან ვიზიტი არის პირველი, ის რომ შეირჩეს სწორli მოვლის რუტინა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახლში მოვლის პროდუქტებს, რომ ეს იყოს სწორად გამოყენებული. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემ პაციენტებს იმას, რომ კარებიდან ხვდები, რამდენად სწორად უვლით თქვენს საკუთარ სახის კანს სახლში და რამდენად საინტერესო მე სტუდიის კითხავთ ჩემს შესახებ კანს მოვლასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რუტინა სახლში სწორად იყოს ჩატარებული, ვინაიდან ექიმთან ვიზიტი, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება, კი ბატონო, არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა თუ კი სწორად არ იქნება პროდუქცია შერჩეული, მით უმეტეს მგრძნობიარე კანზე, რომელიც არის ესეთი პრეტენზიული და ესეთი ამბიციური, ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ ხოლმე. თქვენ პრაქტიკულად საუბარში ახსენეთ ქალბატონ თაკო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, სტრესი და მაინც უშუალოდ რომ გამგვიმარდოთ უფრო სიღრმისეულად, რატომ მოქმედებს სტრესი და როგორ გამოვიხატება ეს ჩვენს
კანის გარეგნულ იერსახეზე. რაც შეიძლება მარტივად რომ ახსნათ ეს ყველაფერი ჩვენი მსმენელისთვის იყოს გასაგებენაზე, ეს ირღვევა ესე ვთქვათ კანის ბარიერული თვისება, რომელიც არის მისი მთავარი ფუნქცია, რომ დაიცვას კანი გარემო აგრესიისაგან, როგორც არის ულტრაიისფერი სხივები, როგორც არის სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები. ამიტომ როგორც ეს ბარიერული თვისება დაირღვევა და ის კარგავს ამ თავის ფუნქციას, ყველა ის აგრესორი, რომელიც გარედან გვებრძვის, ძალიან მარტივად აღიზიანებს. ამ დროს ხშირად გამიგია, რომ ცდილობენ სახლის პირობებში თვითონ გამოასწორონ რაღაც რესერჩს აკეთებენ, ChatGPT-ს ეკითხებიან, ინფლუენსერებს ის უსმენენ. AI სამყაროში ყველაფერს უკვე თვითონ აგროვებენ ამ ინფორმაციას და ყველაფერს აბსოლუტურად რასაც იპოვიან, ისმევენ პირველ, მეორე, მესამე ეტაპად რუტინას ცვლიან და ეს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს შემდეგ კანს. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩემი რჩევა იქნება ის, რომ შევწყვიტოთ ყველაფრის გამოყენება აბსოლუტურად და მინიმალისტური ერთი პროდუქტი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მხოლოდ ის გამოიყენონ, იმისთვის რომ ეს გაღიზიანება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის მთავარი. და ნამდვილად ძალიან მთავარია და ვთქვათ გაღიზიანება კანზე, ეს სიწითლეა, რა თქმა უნდა ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს და თქვენი რჩევები, რეკომენდაციები აუცილებლად მე თავანს კიდევაც თავშივე, რომ პროფესიონალის რჩევა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სწორად ჩატარებული თავის მოვლის ეს თანმიმდევრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ეს გაღიზიანება მოხსნათ და მოკლედ იყოს ეს ჩავახშოთ ასე ვთქვათ ეს მგრძნობელობა. კი ბატონო, პირველ რიგში ისევ და ისევ გავიმეორებ ის რომ არ უნდა მოხდეს ბევრი პროდუქტის გამოყენება. აუცილებლად ეს ფაქტაშორის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ეს არის პირველი ალბათ დერმატოლოგთან ვიზიტის დროს ამას წინათ კოლეგები ვსაუბრობთ ამაზე. პირველი რასაც ვაკეთებთ ვამცირებთ რუტინას, რაც აქვთ მის, ასე ვთქვათ, არსენალში პაციენტებს. პირველი უნდა მოხდეს სწორად დაბანა. უნდა მოხდეს და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი დასაბანის საშუალებები. კი, მითითებულია ყველა პროდუქტს, რომელიც არის მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი. უნდა მოხდეს ამ პროდუქტის გამოყენება, შემდეგ უნდა მოხდეს დატენიანება და შემდეგ უნდა მოხდეს დაცვა. ანუ სამი მთავარი ფაქტორი. ეს არის დაიბანე, დაიტენიანე, დაიცავე. დანარჩენი პროდუქტები არის უკვე დამატებითი გამღიზიანებელი ფაქტორი. არ უნდა მოხდეს ისეთი აგრესორების გამოყენება, როგორც არის მძიმე კოსმეტიკური საშუალებები, სურნელოვანი საცხები, უნდა მოხდეს ამ როგორ გვიყვარს სურნელოვანი საცხები. ძალიან, მაგრამ ეს არის დამატებითი, ასე ვთქვათ, გამღიზიანებელი ჩვენი კანისთვის. მინიმუმამდე დავიყვანოთ პროდუქტები, გამოვიყენოთ მგრძნობიარე კანისთვის და, საჭიროების შემთხვევაში უკვე მივმართოთ ექიმს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო საუბრისთვის მე გადავალ ჩემს არაჩვეულებრივ დეკლარის წარმომადგენელთან, ქალბატონ ვერასთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონ ვერა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა დღევანდელი სტუდიისთვის. ნამდვილად მე დავაანონსე, რომ დეკლარი არის კანის მოვლის საშუალებები, შვეიცარიული ბრენდი, რომელიც განხილავთ მგრძნობიარე კანის მოვლა. რით გამოირჩევა ზოგადად დეკლარის ბრენდი და რა უპირატესობით სარგებლობს ეს ბრენდი? რომ გითხრათ. კი, მოგახსენებთ, დეკლარი, როგორც უკვე აღნიშნე, ლალიკო 1978 წლიდან იწარმოება, საკმაოდ გამოცდილი ბრენდია, სტაჟიანი ბრენდია და მე ვიტყოდი, როდესაც ბრენდი ამდენი წლის განმავლობაში წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, ეს მის ხარისხზე მეტყოლებს, რა თქმა უნდა. და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავში აღნიშნე ანონსის დროს, რომ დეკლარის წარმოება იყო ნომერ პირველი მსოფლიოში, რომელმაც დააპატენტა სპეციალურად გრძნობიარე კანისთვის დაპატენტებული ფორმულა. და როგორც თვითონ ახსნეს, ანუ ამ მიმართულებით ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებს შორის და გადაწყვეტეს, რომ ეს მიმართულება, ესე ვთქვათ, შეინარჩუნებინათ და ამით გაიგრძელებინათ ბრენდის წარმოება. მის თვითმფრინავილ პროდუქტს მითითებული აქვს ყოლოფზე, რომ არის გრძნობიარე კანისთვის. გამორჩეულია იმით, რომ დაპატენტებულია ისეთი მაღალი დონის ფორმულებით, რომელიც ადაპტირებულია გრძნობიარე კანზე და როგორც თაკომ აღნიშნა, ეს არის კანის მდგომარეობა და არა ტიპი ხო, თაკო? ანუ გრძნობიარე შეიძლება აღმოჩნდეს კანი ნებისმიერ დროს და როგორც უკვე ვისაუბრეთ, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული გარემო პირობებიდან, როგორც არის ოქსიდაციური სტრესი, მაგალითად არასრულფასოვანი ძილი, კვება, გარემო პირობები, გამონაბოლქვი, ჰარის დაბინძურება და ასე შემდეგ. ანუ კანი არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო და აბსოლუტურად ყველა, ესე ვთქვათ, არასასიამოვნო ფაქტორი პირდაპირ აისახება ჩვენ სახის კანზე.
გამორჩეულია ვიტყოდი თავისი მაღალი, ასე ვთქვათ, კლასით და შვეიცარიული წარმოება უკვე თავშივე რაღაც გარკვეულ გარანტიებს გვაძლევს, იმიტომ რომ ესეთი სიზუსტით არის შექმნილი ფორმულები, რომელიც ნამდვილად პასუხობს მგზნობიარე კანის ფორმულებს და როგორც ასევე აღნიშნეთ, ერთვიანი, ანუ აქვე მინდა ჩვენს მაყურებელს ესე ვთქვათ შევახსენო, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ამა თუ იმ პროდუქტისგან მივიღოთ გარკვეული ეფექტი, აუცილებელია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოვიყენოთ ის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთხელ წასმა საწყის არგმარა იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ. დიახ, ამიტომ ძალიან სწორად იყო ნახსენები ეს რეკომენდაცია, რომ დაახლოებით ერთთვიანი ინტენსიური გამოყენების შემდგომ ჩვენ უკვე გვაქვს ხილული ეფექტები, როგორც არის დაახლოებით 70%-ით მცირდება მგზნობელობა სახის კანზე. მგზნობელობის შემცირება რას გულისხმობს? ანუ კანი ხდება ერთგვაროვანი, დამშვიდებული, მასზე მაკიაჟიც უფრო ლამაზად გამოიყურება და ვფიქრობ ნებისმიერი ქალბატონისთვის, ასევე მამაკაცისთვის სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრენდი განკუთვნილი არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. დიახ, ჩვენ სტუდიაში გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობა ბრენდის პროდუქტების წარმოდგენილი, ერთი მოვლის ერთი რუტინა, ესე ვთქვათ, თუმცა ბრენდი არის უდიდესი ასორტიმენტის წარმოდგენილი და აქვე მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით მამაკაცის მოვლის მიმართულებით წარმოდგენილი აქვს ძალიან ფართო ასორტიმენტი და ვიტყოდი ერთ-ერთი არის თუ ერთადერთი არა საქართველოს ბაზარზე, რომელიც მამაკაცებსაც ასევე, ასე ვთქვათ, ბევრ საფეხურებს თავაზობს კანის მოვლისთვის. არაჩვეულებრივია, ნამდვილად ეს მართლაც გამორჩეული ბრენდია, ამით რომ მამაკაცის სრული მოვლის ხაზი აქვს ამ ბრენდს. კავტომერა, მინდა კითხოთ კიდევ ბოლოდროინდელ კვლევებზე, რომელიც ბრენდის შესახებ არის ჩატარებული, რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა. დიახ, დეკლარის კომპანია წარმოება არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც მუდმივად ატარებს კვლევებს, დერმატოლოგიურ კვლევებს და კვლევების საფუძველზე დადასტურებულ შედეგებს უკვე გვთავაზობს ბრენდის მომხმარებელს. ანუ მისი ბოლო კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ მგზნობელობა არის შემცირებული, ანუ მისი მთავარი, ვთქვათ, მოქმედება არის მგზნობელობის შემცირება, ასევე არის კანის დატენიანების ხარისხი მომატებული და აქ არა მხოლოდ მგზნობიარე კანზეა საუბარი, დეკლარს აქვს ასე ვთქვათ სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც ასევე ანტიეიჯ მიმართულებით მუშაობს, ანუ ნაოჭებს ამცირებს სახის კანზე და ამ მიმართულებით ის ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ ისევ გავიმეორებ, ანუ ერთთვიანი ინტენსიური გამოყენების შემდგომ თქვენ საკუთარ კანზე ნახავთ ხილულ შედეგებს და მე ვიტყოდი ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა ნებისმიერი ბრენდისთვის და ჩვენი ბაზარი გაჯერებულია უამრავი ერთმანეთზე უკეთესი ბრენდებით და მეთანხმებით და ძალიან რთული ავარჩიოთ და მოვიღოთ საკმაოდ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ არჩევანი გავაკეთოთ და არჩევანი გავაკეთოთ რა თქმა უნდა საუკეთესო ბრენდზე. რა თქმა უნდა და როდესაც პროდუქტის გამოყენების შემდგომ შენ საკუთარ კანზე ხედავ ხილულ შედეგებს ეს ვფიქრობ რომ ბრენდის ძალიან დიდი მიღწევაა. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს კავტოვერა, რას გულისხმობს ეს RC კომპლექსი, რომელიც დეკლარის მიერ არის დაპატენტებული ეს ფორმულა? დიახ, ნებისმიერ ბრენდს, ასე ვთქვათ, ამბიციურ ბრენდებს აქვს რაღაცა გამორჩეული, ან ეს დაპატენტებული ფორმულები, რას გულისხმობს, რომ ეს ფორმულა სხვა ბრენდში არ მეორდება. ეს გვიმარტივებს, რომ არჩევანი გავაკეთოთ თუ რომელი მიმართულება არის ჩვენთვის უკვე უფრო მისაღები. ეს RC არის ისევ აი sensibility ანუ მგზნობელობის მიმართ არის ასე ვთქვათ ფორმულები, რომლებიც მგზნობიარე კანზე მუშაობს და ეს არის აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია, რომელიც ისევ და ისევ ადაპტირებულია მგზნობიარე კანზე. და ეს RC ფორმულა მეორდება თითოეულ პროდუქტში, მათ შორის ვიზგანდამცავებში, დასაბან საშუალებებში და აქვე მინდა აღვნიშნო დაბანა ახსენა თაკომ დაბანა მნიშვნელოვანია მგზნობიარე კანისთვის გავითვალისწინოთ ის, რომ დასაბანის საშუალებები არ არღვევდეს pH balance. და სწორედ დეკლარის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, როგორც არის სახის კანის წმენდა, საიდანაც იწყება ჩვენი კანის მოვლა, სპეციალურად განკუთვნილია მგზნობიარე კანისთვის, რომელიც ჰიდროლიპიდურ ბალანსს არ არღვევს.
აბსოლუტურად ამომწურავი იყო, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია, ქალბატონ თაკო, თქვენ რამე ხომ არ გსურდათ რომ გვეთქვა? არა, აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ვერას, დაბანა პირველი ნაბიჯი არის ჩვენს რუტინაში და pH ბალანსი არის გადამწყვეტი, ვინაიდან თუ კი მისი დარღვევა მოხდა, ან დარღვევის შემთხვევაში კიდე დამატებით გაღიზიანება მოხდა, იქ უკვე ჩვეულებრივ მოვლის საშუალებებით ამ ყველაფრის აღდგენა ძალიან რთული იქნება, შესაბამისად ჰიდროლიპიდობაც რაც იცავს და როდესაც ამხელა გამოცდილებით ბრენდი გთავაზობს და გვპირდება იმას, რომ ის ნამდვილად იქნება დაცული, და თქმა უნდა, პირველი არჩევანი უნდა იყოს და გაკეთდეს ასეთი ტიპის პროდუქტებს. ნამდვილად, მადლობა არაჩვეულებრივი პასუხებისთვის, სტუმრობისთვის და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შედგა, დღევანდელი საინტერესო თემა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო და ვფიქრობ კიდევაც, რომ ის კითხვა, რომელიც მე თავშივე დავსვი უკვე ქალბატონ ვერას მიერ იყო ნათქვამი და ვფიქრობ, რომ არის უკვე მოწერილი ჩვენს სოციალურ BMG სოციალურ პლატფორმაზე სწორი პასუხი. მინდა მადლობა კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობოთ ჩემო ძვირფასო მაყურებელო და ვფიქრობ, რომ მომავალ სამშაბათს კიდევ საინტერესო თემით და საინტერესო ინფორმაციით დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ლალი ბრეგვაძეს, მადლობა ავერს ამ არაჩვეულებრივი რუბრიკისთვის. დღევანდელი თემა იყო მგრძნობიარე კანი, რომელზეც როგორც ვიცი უკვე გამოხმაურებაც არის და ლალი დაგვიდასტურებს, შეიძლება თუ არა რომ ჩაითვალოს, რომ ის არის გამარჯვებული, ამისთვის ნინი დაგვეხმარება, ნინი. ხო, ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი იწერება, რომ დეკლარე გამორჩეული არის მგრძნობიარე კანის სამართავად, ხსნის მის გაღიზიანებას 70-80%-ით და არ ვიცი რამდენად. ფანტასტიკური. სწორია ეს პასუხი. სწორია, ნამდვილად სწორია, ასე რომ პირველი ისტორიის ამ ავტორს გადავცემთ სტუდიაში წარმოდგენილ დეკლარის პროდუქტებს, რომელიც გვაქვს სრულად წარმოდგენილი. გილოცავთ. მადლობა. ერეკეთ თქვენ რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს.